და ჩვენი მესამე ეპიზოდის დროც დადგა თბილი ნოემბერი არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად. დღეს გვყავს ადამიანი სტუმრად, რომელიც გამორჩეული არის ბევრი კუთხით და თქვენ ამას ძალიან მალე აღმოაჩენთ. მე კი ჩემი მხრიდან ვიტყვით, რომ მაქვს ესეთი დაკვირვება. ეს არის ადამიანი, რომელიც არ გაურბის სტრესს. ადამიანი, რომელიც სათავეში უდგას HTS, ანუ High Tech Solutions, რომელიც არის ტექნოლოგიური კომპანია, საერთაშორისო და საქართველოში ძალიან ბევრი ინოვაციას ნერგავს. ადამიანი, რომელიც საგანმანათლებლო სფეროშიც მოღვაწეობს და წამყვან ქართულ უნივერსიტეტში ერთ-ერთი თანამედროვე და ძალიან ახალი პროგრამის თანახელმძღვანელი არის და თავად გვეტყვის ამის შესახებ უფრო მეტს და ადამიანი, რომელიც ასევე ყოველ შემთხვევაში მე რაც ვიცი, ეს ის სამია, რაც ვიცი და დანარჩენს კიდევ აღმოვაჩენთ, რომელიც დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს საქართველოში და ყოფნის ამის გამბედაობა, ყოფნის ამის ძალა და მოთმინება, როგორც თავად კულისებს მიღმა უკვე გამიზიარა, იმდენჯერ აქვს ჩატარებული, რომ აღარ ნერვიულობს, თუმცა მე თავად როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა ვიცი 10ჯერ პატარა ღონისძიება რა ემოციურ ატრაქციონად მიჯდება. ხოლო თავად კი 600 ადამიანამდე სტუმარს პლუს 40-მდე სპიკერს ისე მასპინძლობს, ვითომც არაფერი. დღეს კი ჩვენ ნინო გვაზავა, მოვიწვიეთ ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროთ და კვლავაც agile პრიზმიდან გვინდა რომ ამ ყველაფერს შევხედოთ და ეს არის ასეთ ცოტა ჩახუჭუჭებული ტერმინი, რომელსაც DevSecOps ეძახიან და ეს development, security ანუ საფრთხეობა და ოპერაციები სად არის, როგორ არის, რა ცხოველია, პრაქტიკა რას გვასწავლის და როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად ამ მიმართულებით, რაში გვეხმარება agile და საერთოდ გვეხმარება თუ არა ამ კუთხით, ამ ყველაფერს ჩვენ გავივლით წვრილად ნინოსთან ერთად. ნინო, კეთილი იყო შენი მომძალება ამ თბილ სტუდიაში. მადლობა რომ საშუალებას გვაძლევ არ გავაციოთ კერა და კიდევ უფრო მეტი საინტერესო კონტენტი შევთავაზოთ ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს. პირიქით ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და დარწმუნებული ვარ რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. თემა ნამდვილად ძალიან ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი საკითხია შერჩეული და looking forward. კი ბატონო, სანამ მაგ საკითხს ჩაუღრმავდებით, მე ძალიან მინდა ვახსენე კიდევაც რომ შეხარ ადამიანი, რომელიც სტრესს არ გაურბის და ჩვენ სტუდიაში მოდიან ადამიანები, წარმატებული ადამიანები, რომლებსაც მარტო საქმიანი кейსები კი არა აქვს გასაზიარებელი, არამედ თვითონ როგორც პიროვნება, წარმატებული პიროვნება, ძალიან საინტერესოა აი ეს გზა, რომელსაც ისინი გადიან და პირველი კითხვა, რომელიც შენთან მაქვს, არის ის, რომ რა არის შენი საწვავი? ანუ რა არის ის, რომელიც შენ ძალიან გეხმარება? ხო, ალბათ ჩემი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი мотиваცია და საწვავი არის რატომაც ტექნოლოგიების სფეროში საერთოდ აღმოვჩნდი და გადავწყვიტე ამ მიმართულებით განვითარება არის ის, რომ საზოგადოებაზე და ადამიანებზე მასშტაბირებადად პოზიტიური ეფექტი კონდეს ჩემ საქმიანობას და მგონია რომ ტექნოლოგიების სფერო ზუსტად ის არის, რითაც დღესაც უკვე შეიძლება რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება უფრო სწრაფი, კომფორტული, მოქნილი გავხადოთ და სამომავლოდ რა თქმა უნდა ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება და ზუსტად ეგ არის ჩემი მამოტივირებელი რომ უბრალოდ სხვა ადამიანებს დავეხმარო იმაში რომ უფრო რეალიზებულები იყვნენ, უფრო კარგი საქმეები აკეთონ თვითონაც და რაც შეიძლება საბოლოო ჯამში შევქმნათ პლანეტა ქვეყანა და პლანეტაც, რომელიც არის უფრო მოწესრიგებული, ნაკლები სიღარიბით, მეტი ბედნიერებით და მეტი რეალიზებული ადამიანით. ძალიან საინტერესო. ანუ იცი ჯეფ ბეზოსი ამბობს ესეთ რაღაცას თავის თანამშრომლებზე, რომ მე ვეძებ თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან მისიონერები. ძალიან საინტერესო მომენტია ეგ ნამდვილად, როცა გაქვს მისია და მე მჯერა, რომ ის ნამდვილად ძალიან კარგი საწვავი არის. კარგი. ჩვენ ვახსენეთ ახლა ესეთ ჩახუჭუჭებული ამბავი DevSecOps-ი და მე შენი გადმოსახედიდან, როგორც პრაქტიკოსის გადმოსახედიდან, მინდა რომ ყავს აუდიტორიაში ალბათ ადამიანები, რომლებსაც ჯერ შეხება არ ქონიათ, მაგრამ უმრავლესობას მოველი რომ გარკვეული შეხება აუცილებლად ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ მაინც პროდუქტების და პროექტების მართვა შექმნაზე ვსაუბრობთ. რა ცხოველია ეს და რატო არის ესეთი ჩახუჭუჭებული ტერმინი, ესენი ერთად ინტეგრირებულები არიან, ცალ-ცალკე ცხოვრობენ, თუ აი როგორი რამე არის, როდესაც ვამბობ DevSecOps-ი. კი. DevSecOps-ზე საუბარი რომ დავიწყოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, DevOps-ის პრიზმა უნდა გვესმოდეს კარგად. ეს არის აპლიკაციის შექმნის და მართვის ციკლში გარკვეული კონვეიერი
დეველოპმენტის ჩაშენება, რომელიც საშუალებას აძლევს დეველოპერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მისი შექმნილი ფუნქციონალი მიაწოდოს საბოლოო მომხმარებელს და რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ამაზე უკავშირი. ეხლა როგორც წესი გვხვდებოდა ხოლმე, რომ რა თქმა უნდა software development-ის ციკლი განსაკუთრებით როცა კრიტიკულ აპლიკაციებზე მუშაობთ, უნდა იქნას გათვალისწინებული სხვადასხვა სტანდარტები, როგორც ხარისხის, ასევე რა თქმა უნდა უსაფრთხოების. აი ამ DevOps-ის ევოლუციის პერიოდში დაახლოებით 10-15 წლის განმავლობაში ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც production-თან უფრო ახლოს იყო, ანუ გამზადებოდა ფუნქციონალი, გაიტესტებოდა და შემდეგ information security officer-ი მოვიდოდა, რომელიც იტყოდა, რომ აბა მოდი გადავტესტოთ, გადავსკანოთ, სანამ production-ზე გავუშვებთ. ეს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სტრესიც არის, გარკვეულ მოულოდნელობებთანაც არის დაკავშირებული და უბრალოდ შეფერხებაც არის, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ დროს გვაკარგვინებს და მართლა შეიძლება დაგვაკარგინოს დრო, იმიტომ რომ შესაძლებელია უფრო ეფექტურად, დაგეგმილად და ნაკლები სტრესით ამ ყველაფრის გაკეთება და სწორედ ეგ არის მეთოდოლოგია shift left, რომ რაც შეიძლება დეველოპერის კომპიუტერთან ახლოს, მის ID-სთან, სამუშაო გარემოსთან ახლოს ჩავაშენოთ უსაფრთხოების მექანიზმები, რომ თვითონ დეველოპერს კონდეს კონტროლი და ხილვადობა და პასუხისმგებლობაც, რაც ბუნებრივია და ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფუნქციონალზე, რომელსაც ქმნის. ეს მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესს, სტრესს მნიშვნელოვნად გვარიდებს მთელს, არა მარტო დეველოპმენტს, არამედ მთელ გუნდს, მათ შორის შეიძლება Scrum გუნდი იყოს ამ შემთხვევაში, მოულოდნელობების მართვაში გვეხმარება და ხილვადობას მნიშვნელოვნად ზრდის. როცა, ესე ვთქვათ, აი ამ ბერკეტებს ვაძლევთ არა გუნდის სხვა წევრს, ან საერთოდ გუნდის გარეთ არსებულ ადამიანს, რომელიც პერიოდულად მოდის ხოლმე და უსაფრთხოებას გვიმოწმებს და ვაბრუნებთ გუნდის შიგნით, ანუ დეველოპმენტთან და მათ ვაძლევთ აი ამ ხილვადობასაც და მექანიზმებს, რომ უსაფრთხოების სტანდარტებით მაქსიმალურად კარგად მართოს და დღეს ძალიან ბევრი საინტერესო ხელსაწყო არის შექმნილი განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ DevSecOps-ი ხდებოდეს ისე როგორც წარმოგვიდგენია, ანუ ძალიან სწრაფად, ეფექტურად და ასე ვთქვათ, დეველოპმენტთან ახლოს. ანუ ეხლა შენ რაც ახსენე საკვანძო სიტყვები, მე რომელიც მესმინება ახლოს, უკავშირი, ხილვადობა, გამჭვირვალობის ნაწილი, აი უკვე მეხმიანება იმ ღირებულებებთან და იმ ეჯალ კულტურასთან, რომელსაც ვიზიარებთ ამ შვენიერ იდეას და ძალიან უკვე სრულწლოვანია ეგ ამბავი, ანუ 18 წელს გადაცდა, ბაკალავრიც დაასრულა, სამაგისტრო საფეხურზეა უკვე თავისი ასაკით და მე აქ და კითხო რომ ვინაიდან რადგან შეგახსენებთ მეგობრებო რომ ჩვენ გვყავს აქ პრაქტიკოსები და გვაქვს შესაძლებლობა რომ გავიზიაროთ პრაქტიკული кейსები, აი ამ ქრო ჩავზუმოთ და დავახასიათოთ, აი ყველამ რომ გამოვიცნოთ, სად არ არის ჯანსაღი, ეს ჩაშენებული კონვეიერი, შენი გამოცდილებიდან, როცა მისულ ხარ თქვათ კლიენტთან და 200-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტს ემსახურებით, დარწმუნებული ვარ, გექნებოდათ ისეთი შემთხვევები, სადაც არაჯანსაღი არის ეს ვითარება, მიდიხართ ექიმებივით, კურნავთ, ეხმარებით და იმ შენ მისიას ასრულებ, დიდი გავლენის მოხდენის მისიას, ადამიანებს გაუმარტივოთ ცხოვრება და გაუბედნიეროთ. აი, რა არის მახასიათებლები ამ არასი ჯანსაღის, რომ შეიძლება აქვთ ესეთი არაჯანსაღი ვითარება და ვერ ცნობენ მას. როგორი ფერის თვალი აქვს, როგორ გამოიყურება, აი ეგ რო ავღწეროთ რა. ერთ-ერთი რომელიმე кейსით, რომელიც შეიძლება რომ გახსენდება. კი, ნუ პირველ რიგში განმაზოგადებ და ვიტყვი, რომ აი კომპანია არსებობს პრაქტიკულად დღეს აღარ არის ინდუსტრია დარჩენილი, სადაც software-ი აღარ არის ბიზნესისთვის კრიტიკული და software-ის downtime, ანუ საფრთხოების ხარვეზმა ბიზნესის მნიშვნელოვანი პრობლემები შეიძლება არ შეუქმნას. შესაბამისად, software development-ზე პრაქტიკულად ყველა ინდუსტრია დამოკიდებულია. არ აქვს მნიშვნელობა development-ი in-house აქვთ თუ outsource-ე და ასევე როგორც წესი არ აქვს ხოლმე მნიშვნელობა, მაგალითად, სამი დეველოპერი ყავთ თუ 300 ან 3000. იმას, რომ უსაფრთხოების სტანდარტები იქნას გათვალისწინებული, ყველა შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა. განსაკუთრებით, რაც უფრო დიდ მასშტაბზე მივდივართ, მით უფრო რთული არის ის, რომ სტანდარტები, რომლებსაც ითხოვს ორგანიზაცია, ყველა გუნდში, ყველა დეველოპერისთვის იქნას გათვალისწინებული და ყველა ადამიანს ეს იქნება სინიორი თუ მიდლი თუ ჯუნიორი, ასე შემდეგ საბოლოო ჯამში მოვთხოვოთ ის, რომ უსაფრთხოების მხარეს პროგრამა, რომელსაც მოგვაწოდებენ გასაშვებად production-ში, იყოს უსაფრთხო გარკვეული სტანდარტების შესაბამისად.
ნაცვლად. იმას რომ აი ეს სტანდარტიზაცია მოხდეს და არ გაგვეპაროს რაიმე მარტივი და თან ესეთი გაუთვალისწინებელი, მაგის დასაზღვევად არის, რა თქმა უნდა, აი ეს სხვადასხვა ავტომატიზაციის ხელსაწყოები. ყველაზე მეტად ეფექტს სადაც ხედავთ, ამიტომ არის უფრო დიდი ზომის ორგანიზაციები, რომლებსაც ყავთ 50-100 და მეტი დეველოპერი, სამწუხაროდ ცოტა არის ესეთი კომპანიები საქართველოში, მაგრამ აი მათთან განსაკუთრებით ესეთი დიდი ეფექტის მომცემია და რატო არის ახლა განსაკუთრებით AI-ის დახმარებით დიდი ეფექტის მომცემი. ტრადიციულად, ადრე იყო 5-10 წლის წინ, რომ მაგალითად კოდი შეიქმნებოდა და შემდეგ უსაფრთხოებასთან მიდიოდა გადასასკანად, ცოტა მოგვიანებით შემოვიდა ხელსაწყოები, რომლებიც პირდაპირ ID-ში შენდება, გადავსკანავთ და გვეუბნება, რომ აი ყოველ სიტყვაზე 1000 ხაზზე რაღაც მოწყობილობა გვაქვს სტანდარტების შესაბამისად არ არის ასე შემდეგ. დღეს უკვე რაც მე ძალიან მომწონს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, იმას კი არ გვეუბნება, რომ აი აქ მოწყობილობა გაქვს და დაფიქსე. პირდაპირ გვეუბნება, რომ აი ეს შენი 3 ხაზი კოდი, რომელიც იყო მოწყვლადი, რომ გადავწეროთ უფრო სწორად, გამოიყურება ესე, უფრო და აჰა შენ ვარიანტები, ხო? აჰა შენ, მოკლედ გამზადებული კოდი, უბრალოდ გადახედე და შეგიძლია აი ლაინების დონეზე წერს, რომ 30-დან 33 ხაზამდე მოკლედ შენი კოდი ამოიღე, ეს ჩააკოპირე და გავუშვი, აღარ იქნება მოწყვლადი. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ ეს ავტომატურად უნდა გავაკეთოთ, ადამიანის გადახედვას საჭიროებს, რა თქმა უნდა, რომ დავაეფროთ ლოგიკა, გავიაროთ იქ რაიმე არის არ გაგვეპაროს, მაგრამ მეტი რა გააკეთოს. ანუ მეტი რა გააკეთოს სისტემამ, ხო? აი DevSecOps-ის მხარეს უკვე იმდენად მომწიფებული ვართ AI-ის დახმარებით, რომ უკვე კოდსაც კი წერს, რომელიც უფრო უსაფრთხო არის და გვეხმარება იმაში, რომ დეველოპერმა დრო არ დაკარგოს, სტრესი არ მიიღოს, ბევრი გაუთვალისწინებული დოკუმენტაციის გარჩევაში დრო არ დაკარგოს და პირდაპირ მიიღოს პასუხები, როგორც დეველოპმენტმა, ასევე მთლიანმა გუნდმა და ასევე რა თქმა უნდა information security-მ, რომელიც საბოლოო ჯამში ხედავს ამას რეპორტების სახით, რომ მაგალითად რამდენად დაცული და უსაფრთხო სისტემა გადის უკვე მიდის მომხმარებლის ხელთან და ეს AI-ის კომპონენტი, რომელიც ძალიან ამარტივებს და ასწრაფებს და ხილვად ხდის პროცესს, მე ძალიან მომწონს და უკვე ჩვენი კლიენტი რამდენიმე კომპანია იყენებს და მათაც ძალიან მოსწონთ. ანუ ეხლა შენ რო სულ დასაწყისში ახსენე სიახლოვის ამბავი და უკუკავშირის ამბავი, кейსი, რომელიც ამ წუთას აღწერე, სადაც AI მოდის და გეუბნება, რომ აგერ არის ძმაო მოწყვლადი ამბავი და აგერ შენ, აჰა, ამდენაირი ვარიანტი და კი, დამიდასტურე 4-8 თვალის პრინციპით, მაგრამ ცეკვთა ფურცლიდან კი არ დაგაწყებინებ, მე გეტყვი, ანუ რა ვარიანტებში გაქვს არჩევანი, ხო? მეტი სიახლოვე რა გინდა? მეტი რა ქნას. ხო, მეტი რა ქნას, როგორც შენ ამბობ, ხო? კი ბატონო, იცი, აი მე მაინც მინდა დავეხმარო იმ ადამიანებს, რომლებიც რო გისმენენ ახლა შენ კი ხვდებიან ამ ყველაფრის benefits, მაგრამ რო ავღწევ და ავიღოთ ერთი რომელიმე გუნდი, ის დეველოპერი და მისი გადმოსახედიდან ვთქვათ, როცა რა არ ხდება, აი როცა რაღაცა არ ხდება, როგორ უნდა მიხვდეს, რომ ეს არ არის ის რის შესაძლებლობაც არსებობს, ანუ ჯანსაღი არ არის რა, აი რა სიმპტომები არსებობს ამისთვის. კი ბატონო. სადაც შეიძლება თქვენ უმკურნალოთ. ანუ ალბათ ესეთი დაყოვნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არახილვადობა, რასაც ზოგადად DevOps-იც აგვარებს ხოლმე, რომ აი რაც შეიძლება პროცესში დაყოვნება არ გქონდეს, კონვეიერის პრინციპით წავიდეთ, დამოკიდებულება სხვაზე არ გქონდეს და ის რაც შეიძლება რომ გავაკეთოთ ჩვენ დღეს და ხილვადობა, პროგნოზირებადობა. ალბათ აი ამ კომპონენტებში თუ სადმე კონსერნი აქვს და აი ჩვენ ადრეც ვახსენეთ, თუ არის სტრესი, რომ ახლა ვიღაც მოვა და ჩემი კოდის რევიზიას გააკეთებს და იქ რაღაც ისეთებს აღმოაჩენს სხვები, ხო, ზევსები. კი, ეს ყველაფერი, ანუ აი DevOps-ის მთლიანი მეთოდოლოგიაც ხო ეგ არის, რომ developers ეუბნება you build it, you run it და შენ იღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც შენ შექმენი. სწორედ ამიტომ მანდაც ეგ კომფორტი შემოდის, რომ developers ვაძლევთ იმ ყველა ხელსაწყოს, რომლითაც თვითონ შეუძლია აკონტროლოს, მართოს, უსაფრთხოება დაიცვას. აი, როგორც იგივე Toyota-s საწარმოო სისტემაში კონვეიერთან ერთად, აი ეს მექანიზმი იგივე end-on cord-ის, თქვა, სახით მისცეს მუშებს, რომლებიც რეალურად მანქანებს აწყობდნენ, რომ თუ საწარმოო ციკლში დაინახავდნენ რაიმე არასტანდარტულს, რომელიც პროცესის დონეზე იყო გასაუმჯობესებელი, იქვე შეუძლიათ რომ ეს ამ თოკს ჩამოგაჩონ და მთლიანი კონვეიერი, მთელი საწარმოო ციკლი
გააჩერონ. ანალოგიური არის აქაც. საბოლოო ჯამში დეველოპერები არიან ისინი, ვინც თავისი ხელებით ქმნიან functional softwares, რომელზეც აქვთ ეს end-on code და თვითონ აქვთ კონტროლი იმაზე, რომ აი რა გაუშვან, რა არ გაუშვან, რა დაინახონ, როგორ გადასკანონ და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში მათ ვაძლევთ ყველანაირ მექანიზმს და არა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომ მაგალითად აი აქ ეს გაქვს გამოსასწორებელი, ან აი აქ ეს არის მოკლედ გასაუმჯობესო, არამედ პასუხებს, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია და რაც ზოგავს დროს. და ამავდროულად, რა თქმა უნდა, არის ის ნაწილიც, რომ პასუხთან ერთად ვაძლევთ პატარა 3 წინადადებით 5, არა დიდ 10 გვერდიან დოკუმენტაციას 5 წინადადებით მოკლე შეჯამებას, რომ აი აქ მაგალითად ეს ბიბლიოთეკა არის, რომელიც outdated არის და მოწყვლადია და ჯობია რომ სხვა გამოიყენო, ან აი აქ მაგალითად ჯობია ამ სტანდარტით წახვიდე და ასე შემდეგ. ანუ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ დრო დავზოგოთ, პასუხები მივცეთ და ამავდროულად სრული ხილვადობა იყოს და იქვე, ანუ სადაც ესე ვთქვათ, ხდება წარმოება და software development, იქვე მოხდეს საუკეთესო ხარისხის გამოშვება უკვე ტესტირებაში და მთლიანად CI/CD პროცესში ჩაშვება. ესე იგი, შენ ამოფეგეთ რაღაცას, რომ დეველოპერი არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ინსტრუმენტების საშუალებით აქვს ყველა ბერკეტი. ხო? რომ იქვე ახლოს და არა შორს ზევსებთან მეილის გაგზავნით, დაგვიდასტურეთ, ჩაგვირთეთ, ჩამოხსენით, გადაიტანეთ, გადმოიტანეთ და ასე შემდეგ. ეს არის იმხელა შვება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვამბობ, მეც ახლა ალბათ 10 წელიწადზე მეტია software პროექტების მენეჯმენტში ვარ ჩართული პროდუქტების შექმნაში და არაერთხელ განმიცდია გუნდთან ერთად აი ეს გრძნობა, რომელსაც ქვია, რომ აი არ ჩართო ადრეულ ეტაპზე, იმიტომ რომ ჯერ ახლა რაღაცას უნდა დავამსგავსოთ, მოვლენ რაღაცას გვეტყვიან, რომ აქ შეასწორე, იქ შეასწორე, დროს დაგვაკარგინებს, გვექნება რაღაცა dependency, მერე ეს ყველაფერი დააგვიანებს, გადაიწევა და როცა შენ უკვე როგორც პროექტის მენეჯერს, product owners, scrum masters გაჟღერებული გაქვს delivery-ის თარიღი და მოლოდინები არის შექმნილი, რომ იცი რა არის ამ მარტს ვეშვებით, ეს იქნება ძალიან არასასიამოვნო დედის დღე. და შემდეგ ამას უკვე მოყვება უკმაყოფილება, იმიტომ რომ შენ აღმოაჩენ რომ კიდე გზა გაქვს გასავლელი. და ყველაზე ისეთი, რაც პრაქტიკიდან მახსენდება იყო ის, რომ როდესაც უკვე სისადმინთან ეგრეთ წოდებულთან, ხო? მიდიოდა თემა დასანერგა და კონფიგურაციისთვის, ითხოვდა მაგალითად არქიტექტურის დოკუმენტს ან რაღაცას, რომ მიმხდარიყო საერთოდ ეს რა ცხოველია, რა ბაზას იძახებს, სად მიდის, რასთან ინტეგრირებულია და ასე შემდეგ. და აი დარწმუნებული ვარ, ბევრს გაგიცდიათ, რამდენად რთულია რაღაცა 6 თვიანი, 1 წლიანი პროექტის ბოლოს, ჯერ ერთი ხო ეს რაღაცა დახვეწილი დოკუმენტაცია და ასე შემდეგ იშვიათად არის ხოლმე, ხო? და აი ჩართო იმ ბოლო ეტაპზე. ამიტომ мотиваცია, რომ საერთოდ ეს ხალხი ჩაგერთო. ხო. იყო ყოველთვის ძალიან დაბალი და ყოველთვის იყო განცდა, რომ ეს არის ისინი. და ეხლა რასაც შენ ყვები, რომელიც არის ეგრეთ წოდებული built-in quality უკვე ფაქტიურად აქ შენთან ახლოს ძალიან ეხმარება ამ თემას. ეხლა მე ვიცი, რომ შენი კომპანია მათ შორის agile ტრანსფორმაციაშიც ეხმარება ორგანიზაციებს და შენთვისაც ძალიან მახლობელია და აქ არ განმარტავ შენთვის Scrum Master-ი ვინ არის და როგორ ტიპის საქმიანობას ეწევა, ხო? ჩემთვის საინტერესო იქნება აი შენი ხედვა Scrum Master-ებისთვის რჩევის სახით ყველა იმ ინსტრუმენტით, რაც დღეს თანამედროვეობაში არსებობს, განსაკუთრებით AI-ს დახმარებით, ხო? როგორ უნდა შეხედონ საკითხს, როგორ შეიძლება რომ დაეხმარონ გუნდს, რომ წაიყვანონ აღთქმული ქვეყნისკენ და ეს იყოს უფრო ჯანსაღი გარემო, უზრუნველყოფილი ხილვადობა, სისწრაფე და სწრაფი უკავშირი, როგორც შენ ახსენე. Scrum Master-ებისთვის ალბათ პირველ რიგში ინფორმაციის მიწოდება გუნდის სხვა წევრებისთვის რა მექანიზმები არსებობს. უფრო სწორად Scrum Master-ები არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, აი ვის რა დისკომფორტი აქვს გუნდში, ხო? და აი ვისად აქვს შეფერხება, რაში ხარჯავს მეტ დროს და ვის მხარზე ტირიან კი. კი, ზუსტად. შესაბამისად, აი ამ ასე ვთქვათ, ტირილის მიზეზების გააზრება და უკვე არის უამრავი ხელსაწყო, რომლითაც ამ ყველაფრის ავტომატიზაცია, ხილვადობის გაზრდა, დაჩქარება, რეკომენდაცია ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის შესაძლებელი და ამაზე ალბათ
პირველ რიგში ინფორმაციის მიწოდება, შემდეგ გატესტვა, დანერგვა და მცდელობა. სხვათა შორის, ეხლა რამდენიმე კონფერენციას ვუყურე, ჯენსენ ხვანი, რომელიც არის NVIDIA-ს CEO, ყველა კონფერენციაზე და აქვს სადღაც საათნახევრიანი keynote speech-ები, რამდენჯერ მიახსენებს ხოლმე ხელოვნური ინტელექტის აგენტებს, რომელსაც NVIDIA-ში ყველა დეველოპერი იყენებს კოდის შექმნაში და პროდუქტების განვითარებაში. ანუ იმდენად კარგად აქვთ ჩაშენებული, რომ ძალიან დიდ ღირებულებას ხედავენ ამ ყველაფერში და რა თქმა უნდა, ჩვენ გვხვდება ხოლმე скеპტიციზმი, რომ რა თქმა უნდა, ეს AI-ის დაგენერირებული კოდი შეიძლება მოკლედ არ იყოს მთლად ოპტიმიზირებული. რა თქმა უნდა, ეგრე არის და რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა მოწყვლადობებს, გაუთვალისწინებული ინფორმაცია გასათვალისწინებელია სპეციფიკა კონკრეტული software-ის, კონკრეტული გარემო და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან აჩქარებს პროცესს და ძალიან ეფექტურს ხდის software development-ს. აი, თუნდაც იმ ორკვირიან სპრინტში რისი ჩატევა შეიძლება მოხდეს, გაცილებით მოკლედ ხუნძლავს ხოლმე ამ ყველაფერს, როგორც ფიჩერებით, ასევე წარმადობას მნიშვნელოვნად ზრდის. შესაბამისად, ალბათ, დეველოპერები, რა თქმა უნდა, მოტივირებული და დაინტერესებულები არიან მსგავსი ხელსაწყოების გამოყენებით, Scrum Master-ებმაც ალბათ ამ ყველაფერს რომ ხელი შეუწყონ და დაეხმარონ development-ს, რომ სისწრაფე გაზარდოს, ხილვადობა გაზარდოს, უსაფრთხოების მექანიზმები უფრო მეტად გამოიყენოს და ამითი თავისი საქმე გაიმარტივოს, ეს მთელი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, დიდი ეფექტის მომტანი იქნებოდა. და ერთს ვიტყვი, რომ არის ხოლმე შემთხვევა, როცა ტესტავენ, მაგრამ ის რომ გრძელვადიანად პროცესში ჩაშენდეს და სპრინტებში არ დაიკარგოს ხოლმე. ამაში არის Scrum Master-ების ძალიან დიდი როლი, რომ გადავიდეს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ქცევაში. ეს ყველაფერი და ერთჯერადი ვაუ ეფექტთან ერთად გრძელვადიანი პოზიტიური ეფექტიც ჰქონდეს. ამ პროცესის შენარჩუნებაში ალბათ Scrum Master-ის ღვაწლი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი და დიდი არის. ესე იგი, მე იცი როგორ მესმინება, რომ კომპანიაში, იქნება ეს ტექნოლოგიური თუ არატექნოლოგიური კომპანია, ხალხი, რომელიც იმ ქურასთან ძალიან ახლოს არის, რომელსაც ქვია თუნდაც ამ DevOps-ის და DevSecOps-ის ინსტრუმენტები, რას აკეთებენ, რა რისკებს შეიცავენ, რა ღირებულება მოაქვთ, ამ ქურასთან ახლოს არიან და იციან. მაგრამ გუნდთან ძალიან ახლოს არის Scrum Master-ი, რომელიც თუ გაისიგრძე განებს, მოკლედ ამ ყველაფრის პლუს მინუსებს, აქვს სერიოზული როლი, რომ ერთის მხრივ დანერგვაში, ანუ ყოველდღიურობის დანერგვაში, ამ კულტურის გაწვრთნაში დაეხმაროს ორგანიზაციას და მეორეს მხრივ ტირილებიო, რაც შენ ახსენე, ესეც თარგმნოს ამ შესაძლებლობებში და ასე ვთქვათ, გარკვეული ფასილიტატორის და ხიდის როლი შეასრულოს, აგერ თქვენ სამკურნალო საშუალებები და აგერ თქვენ სიმპტომები. და როგორ შეიძლება რომ აქ ამათ შორის რაღაცა ხიდი გაედოს, ხო? კი, ამიტომ ეს ინფორმაცია, რომ დღეს რა ხელსაწყოები არის, იქნება DevSecOps-ი, AI-ოპსი, ML-ოპსი, ასე შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებები თვითონ კოდირებაშიც რაღაც ახალი ხელსაწყოები შემოდის, რომელიც გაცილებით ეფექტურს ხდის. ამაზე ინფორმაცია და გუნდთან ამ ყველაფრის მიწოდება, რომ ეს დაგეხმარება, იქნებ გავტესტოთ, ნახოთ, ალბათ Scrum Master-ის ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი ფუნქცია. იცი, მე მგონი ჩვენ ძალიან კეთილ საქმეს გავაკეთებთ, თუ ამ ჩვენი ეპიზოდის აღწერაში დავურთავთ ერთ-ორ ისეთ ლინკს, სადაც რეკომენდაციას გაუწევდით მოქმედი Scrum Master-ებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის, გარკვეულ რესურსებს, ეს შეიძლება იყოს მათ შორის უფასო, დარწმუნებული ვარ, თქვენი წარმოებულიც, ჩანაწერები თქვენი კონფერენციებიდან და ასე შემდეგ, რომ თქვენ სწორედ ამაზე საუბრობთ თქვენს კონფერენციებზე. ძალიან საინტერესო იქნება, რომ მათ გაუზიაროთ რაღაც რეკომენდირებული მასალა, რას გაეცნონ, რა იცოდნენ და თუ შენ გარდა, ასე ვთქვათ, ზოგადად ხელმისაწვდომი მასალებისა კიდე გვირჩევ დამოკიდებულების ნაწილში რამეს, ან შეიძლება რაღაცა მონათესავესაც და ეს შეიძლება ასე იზოლირებულად არ უნდა შევხედოთ, ესეც ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მსმენელ მაყურებლისთვის, ხო? სიამოვნებით გავაკეთეთ. ძალიან კარგი, მოგეთ ესე საშინაო დავალებაც გავატანე ნინოს და ასე მარტივად ვერ დაგვიძრება ხელი. ნინო, ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამისთვის. მოდი, იცი, ერთი რადგანაც agile მათ შორის კულტურასაც მოიცავს, ჩვენ ვილაპარაკეთ ხარისხზე, უკავშირის შესაძლებლობებზე, ვილაპარაკეთ სიმარტივეზე, გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. როგორც ლიდერი, Scrum Master-ის პრიზმიდან შევხედეთ, ხო, მაგრამ როგორც ლიდერი, კომპანიის ლიდერისთვის, რომელიც შეიძლება იყოს საერთოდაც არატექნიკური ადამიანი. ხო?
იმისთვის რომ მისი კომპანია იყოს agile, იმისთვის რომ მისი კომპანია აღწევდეს აი ამ სისწრაფეს, მას როგორც ლიდერს, გარემოს თვალსაზრისით, კულტურის თვალსაზრისით, აი როგორ შეუძლია რომ ხელი შეუწყოს, აი რა იქნება შენთვის ესეთი სამაგალითო ქცევა, ლექსიკონი, დამოკიდებულება ლიდერის მხრიდან. ალბათ პირველ რიგში მოსმენა გუნდის გამოწვევების, ალბათ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და კონტექსტის კარგად გააზრება, რომ აი სად უჭირთ და სად ჭირდება დახმარება, იმიტომ რომ ყოველთვის ამბობენ ხოლმე და თან აი ძალიან უკაფიოდ და კარგად ამბობენ, სად არის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ალბათ პირველი არის ყოველთვის მოსმენა და შემდეგ უკვე არის მექანიზმები, გუნდები, კომპანიები, ვინც შეიძლება რომ აი ამ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ. ეხლა ჩვენ მქონდა ერთ-ერთი agile ტრანსფორმაციის кейსი ერთ-ერთ ბანკში, სადაც საოპერაციო დირექტორმა დაგვირეკა და გითხრა ესეთი რაღაც. და ანუ აი ამოცანა დღემდე მახსოვს, იმდენად კარგად იყო ფორმულირებული, რომ მოკლედ აი კონკრეტული ბიზნეს პროცესი გვაქვს, რომელშიც ვთვლით, რომ გამოწვევა და გასაუმჯობესებელია, იმიტომ რომ ძალიან დიდ ბიუროკრატიაში იხარჯება დრო და მგონია, რომ მოკლედ აი streamlining-ი შეიძლება ამ პროცესის გაკეთდეს. ამას agile-ს დაარქმევთ, scrum-ს დაარქმევთ, kanban-ს თუ scrum-ს თუ waterfall-ს არ მაინტერესებს, ანუ რას დაარქმევთ, მოკლედ ეგ არ მაინტერესებს. ჩემი ამოცანა არის, რომ წარმადობა ამ პროცესის გაიზარდოს, სინქრონიზაცია არ იყო მარტო development-ის, ანუ IT დეპარტამენტი არ იყო, რამდენიმე დეპარტამენტი შედიოდა. დეპარტამენტებს შორის სინქრონიზაცია გაიზარდოს, წარმადობა გაიზარდოს და სისწრაფე მოკლედ გაიზარდოს, რა. და ამოცანა იყო ძალიან კარგად ფორმულირებული. ანუ რას დაარქმევთ არ აქვს მნიშვნელობა. აი ეს შედეგი მინდა რომ მივიღო. ჩვენ რაც გავაკეთეთ იყო რომ ვუთხარით რომ ეს არ იქნებოდა რაღაც ორკვირიანი პროექტი, რომლითაც გარკვეულ შედეგს მივიღებდით. თავიდან 2 თვის განმავლობაში გავზომეთ წარმადობა, აი ამ ბიზნეს მთლიანი value stream-ი ავიღეთ, მისი წარმადობა გავზომეთ. შემდეგ ვაჩვენეთ როგორ იქნებოდა ტრანსფორმაციის გეგმა და რაც მთლად მარტივი არ იყო, იმიტომ რომ რამდენიმე დეპარტამენტს მოიცავდა. ტრანსფორმაცია დაახლოებით 4-5 თვიანი პროცესი იყო და შემდეგ ისევ 2-3 თვი ავიღეთ იმისთვის, რომ განახლებული ბიზნეს პროცესის წარმადობა თავიდან გაგვეზომა. ანუ საბოლოო ჯამში ერთი value stream-ის ტრანსფორმაციას ლამის 1 წელი დაჭირდა. და ამ პროცესში რომ არ ყოფილიყო აი ამ საოპერაციო დირექტორის უპირობო მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ესეთი პრობლემა. საბოლოოდ პროექტი ძალიან წარმატებული და საინტერესო და კარგი პროექტი გამოდგა, მაგრამ მისი უპირობო მხარდაჭერა რომ ყოფილიყო ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ესეთი შედეგი არ გვექნებოდა. ანუ ორ ნაწილს ვიტყოდი, ერთი რომ გუნდის კარგად მოსმენა, იმიტომ რომ გუნდი ყოველთვის ამბობს მას რა უჭირს და მეორე არის უკვე რომ აი ამ ფორმულირების, ამ ამოცანის ფორმულირება, ტკივილის ფორმულირება იმ ხალხისთვის, ვინცაც შეიძლება რომ მსგავსი სხვაგან კონდეს გაკეთებული. ესე იგი, მე ძალიან ემპათიით განვიმსჭვალე ამ ორგანიზაციის მიმართაც და მისი ლიდერის მიმართაც და მინდა აქვე ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ ამ ლიდერმა მე როგორც მივხვდი თქვა ამოცანა, მან თქვა მოსატანი ღირებულება, ანუ მიზანი დასახა, ანუ მისია თქვენთვის და რა საშუალებებით და რა ინსტრუმენტებით გამოასწორებით პრობლემას და მიაღწევდით იმ მიზანს, უკვე იყო თქვენი პროფესიონალიზმის და ზოგადად ხო ამოცანა. იმიტომ რომ იქ ახლა სტანდარტული არც Scrum-ი დანერგილა, არც Kanban-ი, იქ იყო ძალიან custom agile framework-ი, რომლითაც აი ეს რამდენიმე cross department პროცესის ესეთი გასწორება და ოპტიმიზაცია გაკეთდა და ეს უკვე აი ეს წიგნში Sutherland-ის წიგნში რომ არის, რომ აი თავიდან აკეთებ რეცეპტის მიხედვით, მე ცალი თვალით ჩახედავ და მე უკვე ბებიასავით შეფმზარეული ხარ, ანუ აი შეფმზარეულების ხელი იყო იქ, რა თქმა უნდა, საჭირო, იმიტომ რომ ძალიან არასტანდარტული ტრანსფორმაცია გაკეთდა, მაგრამ აი ეს უპირობო მხარდაჭერა რა, ანუ აი პრობლემის სწორად ფორმულირება და მიზნის და აი ეს უპირობო მხარდაჭერა, რომ პროცესს ვენდოთ და აუცილებლად რაღაც პერიოდის მერე შედეგს მივიღებთ და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ ნამდვილად. და მე არ შემიძლია ახლა აქვე არ ჩაგეკითხო, ყველა ჩვენ სტუმარს ვეკითხები ხოლმე, აი ამ ხელშესახებ შედეგს, რითი ვზომ ჩვენ არაერთხელ ახსენე, რომ აი გავზომეთ, ხო? ჩვენს პირველ სტუმარსაც ვკითხე, მეორე სტუმარსაც, რომ ძალიან ხშირად თითქოს რადგანაც agile ღირებულებებისა და პრინციპების ნაკრებია, ასოცირდება რაღაც თეორიულთან, რაღაც მოძღვრებასთან, რაღაც ქადაგებასთან და სინამდვილეში ძალიან ხელშესახებ ბიზნეს შედეგებზე ვსაუბრობთ და აი რამდენიმე მაგალითი რო გაგვიზიარო, წარმატების მაჩვენებლების და შედეგების გაზომვის ბიზნესის თვალით.
კი ბატონო, Agile-ში ისევე როგორც DevOps-ში, იმიტომ რომ ეხლა DevOps-იც სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვა მილიონაირი განმარტება არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს CI/CD-ის ნაწილში, რასაც ვაკეთებთ, არის აი ძალიან ზუსტად შეიძლება მანდაც გაზომვა იმ ეფექტის, რასაც DevOps-ის სხვადასხვა ხელსაწყოების დანერგვით ხდება. Agile-ს რაც შეეხება, ეხლა აი ერთ-ერთ кейსზე რომ ვისაუბრო მაგალითად, სხვადასხვა სისტემებში იყო გადანაწილებული შემოსული task-ები, შემოსული პროექტები, ამოცანები, ამ ყველაფრის პირველ რიგში ცენტრალიზება არ ხდებოდა და ეგ იყო ერთ-ერთი, სხვა პროექტში რაც გავაკეთეთ, ცენტრალიზება, შემდეგ უკვე გაზომვადობა და იმ სტანდარტებში ჩასმა ამოცანების, რომლებიც შემოდიოდა, მაგის შემდეგ უკვე აი გუნდს რა ამოცანა შეეძლო პერიოდის განმავლობაში რომ აიღო და დაემუშავებინა, მაგის აწონვა და განსაზღვრა და უკვე პროცესიც გახდა, ანუ ნაცვლად იმისა, რომ ცოტა ქაოტური ყოფილიყო, რომ აბა ეხლა ეს მინდა და აქეთ მხარეს დეველოპმენტის რესურსი რა თქმა უნდა შეზღუდულია და აი როგორ უნდა დავაპრიორიტეტოთ, აი ამ განსაკუთრებით როცა დიდი ზომის ორგანიზაციაზე გვაქვს საუბარი, ძალიან ქაოსი იქნება ხოლმე და ის რომ აი დასტანდარტიზირდეს, ერთ არხში შემოდიოდეს ამოცანების სწორად გაზომვა ხდებოდეს, პრიორიტეტიზაცია სწორად ხდებოდეს და აქ უკვე სტრუქტურის ამოცანა შემოდის Agile-ში რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, ბიზნესი როგორ უნდა იყოს ჩართული და პრიორიტეტებს product owner-ი როგორ უნდა აკეთებდეს ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი როცა დაალაგდება უკვე საბოლოო ჯამში ვიღებთ დავარცხნილ ბიზნეს პროცესს, სადაც არა ქაოსი გვაქვს, არამედ ძალიან პროგნოზირებადი შეიძლება იყოს, რამდენი ამოცანა მივიღოთ, რამდენს დავამუშავებთ, რა output-ი გვექნება და ხილვადობა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორც დეველოპმენტისთვის, ასევე პროექტ მენეჯერებისთვის, ასევე ყველა მოკლედ და დამკვეთისთვისაც რა თქმა უნდა. და სტრესის შემცირება, იმიტომ რომ აი ხანდახან არის რომ სტრესის შემცირება რამდენიმე კონტექსტში, რომ ერთი როდის იქნება, მაგაზე პასუხი გვაქვს ხოლმე. ზეგე. კი. ზეგეს ნაცვლად გაქვთ პასუხი. კონკრეტული. მეორე არის რომ პასუხისმგებლობები სწორად არის გადანაწილებული და აქაც სტრესის მოშორება და მესამე აი ხილვადობა ძალიან დიდი ბენეფიტია, იმიტომ რომ იქ უკვე ბიზნესაც შეუძლია თვითონ უყუროს, რომ ეხლა რა სტატუსი არის, რა უნდა ველოდეთ შემდეგ პერიოდში, როგორც დეველოპმენტი ხედავს, ასევე ყველა სხვა გუნდის წევრი. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ასევე აი ამ ტრანსფორმაციების შემდეგ, რასაც ეხლა ჩვენ HT Solutions-ში ცოტა სპეციფიური ბიზნეს პროცესები გვაქვს და ამიტომ კლასიკურად არც ერთი ფრეიმვორკი არ ერგება, მაგრამ რაღაც კომპონენტები გვაქვს ხოლმე ამოღებული. ჩემი ფავორიტი როგორც დამკვეთ ორგანიზაციებში იმპლემენტაციის დროს ასევე ჩვენთან არის რეტროსპექტივა, რომელიც არის აი ძალიან კარგი თუ კულტურაში აი სწორად მოხდა კომუნიკაცია გუნდთან რეტროსპექტივა რას ემსახურება და როგორ უნდა გაკეთდეს, აი ეფექტი აქვს ხოლმე ძალიან კარგი. და ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებთ დიდი პროექტების ბოლოს. და როგორც აი ინჟინერებისთვის, ასევე პროექტ მენეჯერებისთვის, ასევე სეილებისთვის, კარგი მოკლედ ნახტომები შეიძლება გამოვიდეს სხვა პროექტებში გასათვალისწინებლად. ნასწავლი გაკვეთილების გაზიარება და შემდეგ უკვე რაღაცა გაუმჯობესების გზების დასახვა. და ამას შენაბობ რომ თვითონ HT Solutions-ის კულტურის ნაწილიც არის. კი, დიდ პროექტებზე აუცილებლად აი იმ რეცეპტის მიხედვით, მოკლედ რაც ეს Agile-ში, Scrum-ში არის გათვალისწინებული, ძალიან თუნდაც აი მაგ სანამ შეიძლება სრული ტრანსფორმაცია არ გააკეთოს და სრული ფრეიმვორკი არ დანერგოს, მაგრამ თუნდაც ეს ერთი კომპონენტის ამოღება, რაც არის რეტროსპექტივის სწორად კეთება, ძალიან კარგი გრძელვადიანი ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს ორგანიზაციისთვის. ნინო, ესე იგი, ეს შენ ბევრ მოღვაწეობას შორის ჩვენ ვახსენეთ, რომ არის BTU-ში შექმნილი DevOps-ის პროგრამა, რომლის თანახმწვანელიც ხარ და ანუ როცა ის შენდებოდა, მეც მქონდა ბედნიერება, ჩემი წვლილი შემეტანა, მახსოვს ის мотиваცია, რომელიც ამ პროგრამის შემქმნელებს ჰქონდათ, რომ ეს არის ის, რაც ბაზარს დღეს ჭირდება, მაგრამ შენგან როგორც თანაშემქმნელისგან მინდა ვიცოდე, რატომ ეს პროგრამა და რას მოიცავს, აი რა ღირებულებას მოუტანს სტუდენტებს, განსაკუთრებით, როდესაც ეს ჩახუჭუჭებული სახელი აქვს, რომ ეს DevOps-ი, აი რა მოლოდინი უნდა გქონდეთ. ნუ თვითონ პირველ რიგში DevOps-ი ძალიან მოთხოვნადი პროფესია გახდა ბოლო ალბათ 7-8 წლის განმავლობაში, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. მეორე პუნქტი არის ის, რომ DevOps-ი არ არის რაღაც აი კონკრეტული მიმართულება, ერთი საგანი ან ერთი კურსი გავიარე და DevOps-ის ინჟინერი შემიძლია რომ გავხდე. საკმაოდ კომპლექსურია, უნდა გესმოდეს როგორც ეს Agile გარემოში როგორ იმუშავა, უნდა გესმოდეს როგორც ინფრასტრუქტურა, ქსელები, cloud სისტემები, DevOps-ში, development-შიც ცალითვალით მაინც უნდა იყოს ჩახედული ტესტირების მხარეს, ასე შემდეგ. ანუ აი ეს ეკოსისტემის თითქოს ყველა კომპონენტს აერთიანებს და აი ზუსტად კონვეიერი რაც
ვახსენეთ, აძლევს საშუალებას, რომ შეუფერხებლად იმუშაოს, ხო? შესაბამისად, თითქოს აი ბუნებრივი საჭიროება იყო, რომ მსგავსი ტიპის პროგრამა ბაზარზე ყოფილიყო, რომელიც უფრო კომპლექსურ განათლებას მისცემდა დაინტერესებულ პირებს და მისცემდა საშუალებას, რომ ტრანსფორმაცია გაეკეთებინათ სხვადასხვა ტექნოლოგიური თუ მათ შორის არატექნოლოგიური პროფესიები, საბაკალავრო პროფესიებიდან უკვე DevOps-ის ინჟინერიის მიმართულებით. აი ეს იყო ძირითადი ამოცანა, რაც მე მგონი რომ საკმაოდ წარმატებით გამოგვივიდა, იმიტომ რომ კურსი პროგრამა მთლიანად ისე არის დიზაინი გაკეთებული, რომ თავიდან არის Linux-ი, შემდეგ არის Amazon-ის და სხვა ღრუბლოვანი სისტემები, შემდეგ უკვე გაღრმავებული ღრუბლოვანი სისტემები, Kubernetes-ი და AIOps-ი, MLOps-ი, DevSecOps-ი, FinOps-ი ასე შემდეგ. ანუ მეორე წელს, მესამე, მეოთხე სემესტრში უფრო რა თქმა უნდა მძიმდება და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ აი კარგ ბაზას ვაძლევთ იმისთვის, რომ DevOps ინჟინერად ტრანსფორმირდეს ადამიანი და დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა და ეს მგონია, რომ ბევრი სტუდენტისთვის და ბევრი ამ მიმართულებით გადმოსვლის მსურველისთვის საკმაოდ მიმზიდველი ესე ვთქვათ შეთავაზებაა და გზად საკმაოდ ესე გავაკეთეთ ეფექტურად, რაც უკვე მე-5 წელია მიმდინარეობს ეს პროგრამა, უკვე ბევრი კურსდამთავრებულიც ყავს და სტატისტიკაც მაგას აჩვენებს პრინციპში, რომ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაშიც მუშაობენ, ქართულ წამყვან კომპანიებშიც მუშაობენ და კარგი საქმე გავაკეთეთ, მოკლედ კიდევ ერთი. მიხარია, რომ ჩემი ნეკისოდანაწილიც არის ამაში და არ არის გასაკვირი ამ შენი განმარტებიდან, რაც შენ ახლა ახსენი, რომ ეს არის სამაგისტრო პროგრამა და ესეთი მრავალმხრივია, ბევრ კომპონენტს შეიცავს და უკვე გარკვეული ზედხედის საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ შეხედოს ამ პროცესებს ჯამურად. აი შენ არაერთხელ ახსენე, რომ DevOps-ის ინსტრუმენტები დეველოპერისთვის საშველია. და იქვე დეველოპმენტშივე საშუალებას აძლევს, რომ მოწყვლადი ადგილები დაიდენტიფიციროს, უსაფრთხოება უზრუნველყოს, ხილვადობა და ასე შემდეგ. არის ხოლმე მითი, რომ ეს DevOps-ი და Agile პრაქტიკები და ეს ინსტრუმენტები გვეხმარება მხოლოდ ტექნოლოგიურ ამბებში და მაინც software development-ში. და საშუალებას აძლევს საოპერაციო დირექტორს, IT დირექტორს, რომ მეტი ეფექტურობა შექმნას და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს აი ბიზნესის პერსპექტივიდან, კომერციულად, როცა საკითხი ეხება გაყიდვებს, მომხმარებლებზე ზრუნვას და მომსახურებას, აი აქ თუ გაიხსენებდი რაიმე кейსებს, სადაც შეიძლება საშველად მოხვიდე. კი, მან დაი ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის მიმართულება განსაკუთრებით საინტერესოა და განსაკუთრებით დიდი ეფექტი შეიძლება ქონდეს. მაგალითად, აი რამდენიმე ესეთი მსუყე გემრიელი use case-ი რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის call ცენტრებში და კონტაქტ ცენტრების მხარეს გამოყენება, იმიტომ რომ აი მაგალითად ბანკის кейსი რომ ავიღოთ, დღის განმავლობაში რეკავს შეიძლება ასობით ადამიანი და მეორე მხარეს ოპერატორს უწევს ძალიან დიდი რაოდენობით დოკუმენტაციაში ძებნა პასუხის და აი ეს ერთის მხრივ დაყონებას საჭიროებს მომხმარებლის და მეორე მხრივ შეიძლება სწორი up-to-date პასუხის პოვნა გამოწვევა იყოს. აქ ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით განსაკუთრებით რას ვაკეთებთ? Speech to text-ის მეშვეობით ვასმენინებთ, ტექსტში გადაყვავს, შემოსული არის მაგალითად დასმული შეკითხვა ან კონტექსტი, შემდეგ უკვე ხელოვნური ინტელექტი ამას აანალიზებს, აქვს ცოდნის ბაზა ორგანიზაციიდან მოწოდებული, რაზეც ვატრენინგებთ და უკვე ოპერატორს კი არ მნიშვნელოვნად უმჯობესდება ეს გამოცდილება, რაც აქვს ინფორმაციის მოძიების. დოკუმენტაციაში სისტემებში კი არ ეძებს, პირდაპირ ხელოვნური ინტელექტი პასუხობს, იქვე შეუძლია რეცეპტად, იქვე შეუძლია ბმულიც მისცეს, რომ აი აქ შეგიძლია ნახო ეს ინფორმაცია, რომ წყაროზე თუ გადამოწმება საჭიროა, მაინც მივაბა დოკუმენტი იქნება თუ ასე შემდეგ და პირდაპირ, ანუ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ზუსტად სცემს საბოლოო მომხმარებელს პასუხს. აქ ერთი ეს არის, რომ გამოცდილება აქვს საბოლოო მომხმარებელს კარგი და მეორე არის, რომ ძალიან გრანულარულ და ზუსტ ანალიტიკაში გვეხმარება. თუ აქამდე უფრო სტატისტიკური იყო იგივე ეს კონტაქტ ცენტრების ანალიტიკის ნაწილი, ახლა უფრო სენტიმენტ ანალიზზე გადავდივართ, რომელიც ხარისხობრივი უფრო არის, ვიდრე რაოდენობრივი. და ზუსტად ვიცით, რამდენ მომხმარებელს დარჩა კარგი გამოცდილება, რამდენი ცუდი, ვინ რა შეკითხვა დასვა, ვის რა მოთხოვნა ქონდა და რა თქმა უნდა, აქედან ბევრი იდეა, მათ შორის პროდუქტის იდეებიც შეიძლება რომ კარგი წამოვიდეს. ეს არის აი ბიზნესის მხარეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი use case-ი, რომლითაც კარგი ეფექტის მიღება არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, სხვა უკვე აი ციფრულ პლატფორმებში, მაგალითად shop-ებში შეიძლება, როგორც აი Amazon-ის გამოცდილება, რომ რაღაც ვიყიდეთ და next best offers გვაძლევს ძალიან დიდი ალბათობით იმ პროდუქტს, რაც თითქოს შენს გულში ზის, რომ გითხრას, რომ შენ სტაფილოსფერი მოგწონს და აი რაზეც ვფიქრობდი, ზუსტად ის რო არის რეკომენდაციაში, ხო? აი დაახლოებით ანალოგიური გამოცდილების ჩაშენება ციფრულ პლატფორმებში
პლატფორმებში და არა მარტო ციფრულ პლატფორმებში, მაგალითად შოპში, როცა მივდივართ ფიზიკურ მაღაზიაში და რაღაცას ვყიდულობთ, იქვე შეიძლება გვაჩუქოს ან რეკომენდაცია მოგცეს პროდუქტზე, რომელიც რეალურად გვჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ხელითაც კეთდება ხოლმე და რაღაც სხვადასხვა სტატისტიკური მოდელებით, რომ აი სავარაუდოდ ეს პროდუქტი იქნება მისთვის საინტერესო, მაგრამ როგორც წესი, ახლა ჩემი გამოცდილებით მთლად ეგრე არ არის ხოლმე. ამიტომ ამის გაკეთება გაცილებით სწორად და ზუსტად არის შესაძლებელი machine learning-ის მეშვეობით და ძალიან კარგ გამოცდილებას უქმნის საბოლოო მომხმარებელს. ხო, პრინციპში ესეთი კარგი მსუყე use case-ები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არა მარტო software development-ის მიმართულებით, რა თქმა უნდა, უკვე აი ბიზნესზე ორიენტირებული გამოყენების სცენარების გაკეთებაც არის შესაძლებელი. კი და მე აქ მეფიქრება, რომ ეს ყველაფერი რომ არის შესაძლებელი, თუ არ არის იქვე agile კულტურა, რომელიც აღიარებს რომ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თუნდაც მაგალითად მომხმარებლისთვის კარგი გამოცდილების შეძენა, ან ანალიტიკაში ჩახედვა, რომ მიუხვდე რა გავაუმჯობესო და არ არსებობს პროცესი, სადაც ვხდებით და ამ გაუმჯობესებისთვის ჯანსაღი მსჯელობა გვაქვს, ხო? დიდი ალბათობით აი ეს ინსტრუმენტები დარჩება გვერდზე იმ კომპანიისთვის და ეს კომპანია გარკვეული პერიოდი გააგრძელებს ოპერირებას, თუმცა სერიოზული რისკების ქვეშ და გაუშვებს შანსს ხელიდან. სხვათა შორის ახლა ერთი ასევე პროდუქტი გამახსენდა, რომელიც ერთ-ერთი მომხმარებლისთვის შევქმნით, რომელიც Agile-ს, ანალიტიკას და AI-ს კარგად აერთიანებს ერთმანეთში. სტანდარტულად, როცა ჩვენ გვინდა იგივე Power BI-ში რეპორტი გამოვიტანოთ, ან აი რაიმე ტიპის ანალიტიკა Velocity-ზე ან რაღაც ესეთი, ხო? კი, ეს ანალიტიკოსთან მივდივართ, ვთხოვთ, რომ ეს ინფორმაცია ამოგვიღოს რეპორტი გაგვიმზადოს და რაც შეიძლება, იმიტომ რომ ბევრი მიმართვა აქვს, გარკვეულ დაყოვნებასთან იყოს დაკავშირებული. ამას ბიზნესი ხანდახან თავისით ვერ აკეთებს, იმიტომ რომ არ იცის მაგალითად სწორად querying-ი როგორ გააკეთოს, ის იმ ტექნოლოგიების გამოყენება ზეწლომა შეიძლება არ კონდეს, რომლითაც აი ეს ყველაფერი მონაცემების ამოღება, ვიზუალიზაცია, დამუშავება ხდება. ჩვენ შუაში ჩავუკერეთ ესეთი ლეიერი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სადაც ბუნებრივი ენით მიმართავს ბიზნესის წარმომადგენელი, რომ მაგალითად მჭირდება ბაზაში აი ამ ცხრილიდან ესა და ეს ინფორმაციები და აი ამადამ ვიზუალიზაციით. მეორე მხარეს AI-ს ვასწავლით, რომ აი ეს არის ბაზების სტრუქტურა, კი, ეს არის ბაზების სტრუქტურა, ეს არის პერსონალური ინფორმაცია, ეს არის შედარებით ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ამადა ამ როლებს შეგიძლია ესა და ეს ინფორმაცია გაუზიარო, ასე შემდეგ, რომ უსაფრთხოებას რა თქმა უნდა გათვალისწინებული იყოს და ესე იგი ბუნებრივი ენით მიმართავს, AI აგენტს მოაქვს ინფორმაცია, აკეთებს მის დამუშავებას, ვიზუალიზაციას და უკვე გამზადებულს აწვდის, რაც რა თქმა უნდა დაყოვნებას ამცირებს და უფრო live რეჟიმში ხელმისაწვდომს ხდის ანალიტიკას და აი ამ წვდომას ინფორმაციაზე, რაც ასევე აჩქარებს ბიზნეს მნიშვნელოვნად. და აგერ შენ ნაკლები dependency ჯირას ბორდზე. ხო. და ნაკლები blocked ticket-ი. ძალიან კარგი. ესე იგი, მე ისევ მინდა რომ დავუბრუნდე თვითონ ნინო გვაზავას როგორც ადამიანს, რომლისგანაც შეიძლება ვისწავლოთ როგორც ადამიანებმა ჩვენი მომავალი წარმატებისთვის. ანუ არსებობს ესეთი გაგება, რომელიც ამბობს, რომ ესე იგი ადამიანის შესაძლებლობებსა, ან პოტენციურად რა შეიძლება შეძლოს და იმას შორის თუ რეალურად რას გააკეთებს, ანუ ამის უკან დგას მისი თვისებები. და აი მოკლედ აი ამ ნახტომს გაგაკეთებინებს თვისებები და აი ძალიან საინტერესო არის შენი მხრიდან შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, რა არის ის წამყვანი თვისებები, რომელიც დღეს თანამედროვე ადამიანს მენეჯერულ პოზიციაზე, ორი შვილის დედას, ხო, ადამიანს რომელიც სათავეში უდგას საგანმანათლებლო პროექტებს და მე კონფერენციასაც ერთგვარი განათლების ინსტრუმენტად ვთვლის, იმართლე რო გითხრა, რა არის ის, რაც შენ გეხმარება? საწვავის ამბავი გავიგეთ და აი რა თვისებები დაატრენინგე შენ თავში, რომელმაც აქამდე მოგიყვანა. ხო, ალბათ კონფერენცია ცალსახად საგანმანათლებლო მიზნით გავაკეთეთ, ანუ მან დამოცანა იყო ის, რომ აი ცოდნა და გამოცდილება და ვენდორების რეკომენდაციები, რაც აი საერთაშორისო კონფერენციებზე ასე შემდეგ არის, ეს ჩამოგვეტანა და უფრო ღია კარის პრინციპით გაგვეზიარებინა. ზოგადად მე რაც შემეხება, ალბათ
ერთ-ერთი ესეთი მთავარი პრინციპი რაც მაქვს თუ რაღაც იდეა მომწონს ან თუ თვლი რომ რაღაც გადაწყვეტილება სწორია შეიძლება სიცხადი არ მქონდეს აი როგორ უნდა მივიდე საბოლოო წერტილამდე მაგრამ როგორც წესი თავს ვიგდებ ხოლმე არაკომფორტულ მდგომარეობაში გასრულიად გააზრებულად და განძრახ და მე უკვე ვუყურებ გვერდიდან ჩემთავს აი როგორ მოაგვარებს და როგორ მივა იმ კარგ წერტილამდე რომელიც მჯერა რომ ნამდვილად ღირებულია და ნამდვილად ღირს იმისთვის მოკლედ არაკომფორტულ მდგომარეობაში თავის ჩაგდება და აი რაც ალბათ ბოლო პერიოდია აღმოვაჩინე არის რომ არაკომფორტულ მდგომარეობაშიც ვარ ძალიან კომფორტულად იმიტომ რომ თუ საბოლოო წერტილი არის მკაფიო და თან გუნდთან ერთად ვიცი რომ აი ამ წერტილამდე აუცილებლად მივალთ და გზას აუცილებლად ვიპოვით მოკლედ აი ეს დაბრკოლებები და გაურკვევლობები სასიამოვნო გადასალახიც არის ხოლმე და ეხა ერთ-ერთი პროექტი ვქონდა სადაც აი აბსოლუტურად მთელი კომპანია იყო ჩართული, საკმაოდ ესეთი ამოცანა იყო, რომელიც უნდა გადაგვეჭრა. ერთ-ერთი დება კიბერუსაფრთხოების მხარეს, მაგრამ კიბერუსაფრთხოებასთან ერთად ინფრასტრუქტურაც იყო, DevOps-იც იყო და Big Data-ს დეპარტამენტებიც, ანუ საკმაოდ კომპლექსური იყო. ყველა აბსოლუტურად ყველა რგოლი იყო ჩართული, რომ ის პროექტი სწორად ამოგვეხსნა ის არქიტექტურული ამოცანა, რომელიც ჰქონდა საბოლოო ჯამში თითქოს ძლებელი იყო, მაგრამ გავაკეთეთ თან ორი სოლუშენით გავაკეთეთ და აი მანდ იყო რომ კარგი რეტროსპექტივაც გამოგვივიდა. და ანუ ალბათ აი ეგ არის პრინციპი, რომელსაც ყოველთვის მივყვები, რომ თუ საბოლოო საქმე არის კარგი, რაც უნდა გამოვიდეს და ძალიან ღირებული, აი შუაში შეიძლება იყოს ბევრი პრობლემა და გამოწვევა და დისკომფორტი, მაგრამ ღირს ხოლმე და თან აი ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო გამოდის, როცა მეორე ნაპირიდან უყურებ უკვე გადალახვის შემდეგ. ესე იგი შენი საწვავიც გავამჟღავნეთ აქ და ნამდვილი მისიონერის ბუნებაც რომელიც განუსაზღვრელობაში ნავიგაციისთვის მზად არის მაშინ როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას და როდესაც მიზანი გეკაჩება გადალახო ეს დაბრკოლებები ხო? ანუ აქ მინდა შეჯამებისთვის ვთქვა რომ ნინოს მაგალიძე კიდევ ერთხელ დასტურდება agile კულტურაში და agile პრინციპებით მუშაობთ განუსაზღვრელობაში, ძირითადად კომპლექსურ ამოცანებს ვეჭიდებით და იქ თუ ჩვენ მივუდგებით როგორც ტასკებს, როგორც ამოცანებს, როგორც ეპიკებს და არა როგორც მისიებს და მიზნებს, აი ამ განუსაზღვრელობაში დაბრკოლებების გადალახვა გაბედულობით იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ ის მისია და ის მიზანი არ გეკაჩება. არ გაძლევს мотиваციას, რომ წამოდგე მაშინ, როდესაც ეცემი, ხო? ძალიან დიდი მადლობა ნინო შენ ესეთი გუწრფელი, უანგარო გაზიარებისთვის შენი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების და ჩვენ არაერთხელ შევხვდებით კიდევ ან შენს კონფერენციაზე, ან BTU-ს კედლებში, ჩვენ ერთ პროგრამაზე, ნინო ხელმძღვანელია და მე ვასწავლი, სხვათა შორის DevOps-ის პროგრამაზე და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ დაგვითმე შენი ძალიან ძვირფასი დრო და აქაც არ გაეკეცი სტრესს რომ მოგესწრო ისიც და ესეც. წარმატებები. მადლობა.